რადგან და მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფეროში მავნე ემისიებს, ეს გარემოსდაცვითი პროდუქტი კი უკვე რამდენიმე წელია საქართველოში იწარმოება. როგორია მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე და როგორია ბიზნეს სექტორის პასუხისმგებლობის ხარისხი მდგრადობის ნაწილში ბიოდიზელის გარემოსდაცვითი ეფექტზე, მის ეკონომიკურ პოტენციალსა და გამოწვევებზე სტუმართან ბიოდიზელ ჯორჯიას სამეცნიერო კონსულტანტ კახა ქარჩხაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო კახა, დიდი მადლობა რომ გსტუმრობთ და დილიდან ხართ ჩვენთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე განმარტება მე გავაკეთე შესავალ სიტყვაში, თქვენ მინდა გთხოვოთ საუბრის დასაწყისში მარტივად აგვიხსნათ თუ რა არის ბიოდიზელი, როგორია მისი წარმოების ციკლი და ასევე გაგვაცნოთ მისი ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებელი, ესე სამომხმარებლოდ გასაგებ ენაზე. Შემოვნებით. ბიოდიზელი ეს გახლავთ ალტერნატიული და ეკომეგობრული საწვავი, რომელსაც ზუსტად ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორც ჩვეულებრივ დიზელის საწვავს და წარმატებით გამოიყენება ყველა იმ სეგმენტში, სადაც დიზელის საწვავი გამოიყენება. ოღონდ ბიოდიზელს აქვს ის დიდი უპირატესობა, რომ ის არის ეკომეგობრული, იწარმოება ბიონარჩენებისაგან, არ არის ძალიან რთული მისი წარმოება, უბრალოდ თუ იქნება ამის სურვილი, ამისი როგორ გითხრათ, აი ქვეყანაში ამგვარი მიმართულების განვითარების სურვილი ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველო, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად იმპორტირებულ ნახშირ წყალბადებზეა დამოკიდებული, რომ განავითაროს ეს ეკომეგობრული საკუთარი წარმოების ალტერნატიული საწვავი. კონკრეტულად ბიოდიზელი, რომელიც საქართველოში იწარმოება, მზადდება მეორადი მოხმარებული ზეთისაგან. მეორადი მოხმარებული ზეთი ეს არის ის ნედლეული, რომლის ეთერიფიკაციის გზით, ახლა არ მინდა პირდაპირ ეთერში ბიოქიმიაზე წავიკითხო ლექცია, მაგრამ ეთერიფიკაციის ლექცია აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ეს არის ის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი, რომლის საშუალებითაც ჩვეულებრივი მოხმარებული ზეთი სულ რაღაც 1 საათში გარდაიქმნება მაღალხარისხოვან ეკომეგობრულ საწვავად. კი ბატონო, როგორია წარმოების მასშტაბი საინტერესო 2016 წლიდან დღემდე ზრდის ტემპმა განვითარება როგორ პოვა, ესეც ალბათ მიუთითებს სექტორის განვითარების ტემპზე და რომ გითხრათ და ასევე პოტენციალზე გავამახვილოთ ყურადღება მომავალში რა პოტენციალი გვაქვს, ანუ ნედლეულის ნაწილში რამდენად არსებობს რესურსი ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ ბიოდიზელის წარმოება მთელ მსოფლიოში ეს არის მრავალმილიარდიანი ბიზნესი. მილიონობით ტონა ბიოდიზელი მზადდება უკვე კარგა ხანია, რამდენიმე ათეული წელია მთელ მსოფლიოში. ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თვით ისეთი უძლიერესი სახელმწიფოც კი როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია ზრუნავს საკუთარ ალტერნატიულ ეკომეგობრულ საწვავის წარმოებაზე. და ჩვენც რასაკვირველია ამას უნდა მივყოთ ხელი. 2016 წლიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ წარმოება საქართველოში, თავიდან იყო სულ რაღაც 10-ოდე ტონა თვეში. მაგრამ რადგან იმ ტექნოლოგიამ, იმ მიდგომამ და იმ ბიზნეს ციკლმა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ საქართველოში გაამართლა, უკვე ჩვენ გავაათმაგეთ კიდეც ეს წარმოება. დღეისათვის უკვე ჩვენი საწარმო ჰოლდინგი გახდა, ჰოლდინგი ბიოდიზელ ჯორჯია უკვე 100 ტონას აწარმოებს და კარგი ის არის, რომ რადგან ეს იყო ერთგვარად უცხო ხილი საქართველოში ბიოდიზელი, მისმა ხარისხმა, მისმა თვისებებმა უკვე დაამტკიცა, რომ ეს არის ძალიან კარგი, მაღალხარისხოვანი ეკომეგობრული საწვავი, ძალიან ეფექტურია, ძრავს ძალიან დიდხანს სამუშაოებს თუ ტრანსპორტის სექტორზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ გაპოხვის კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვს, ასევე მაღალი აქვს ცეტანური რიცხვი. და ყველა ეს სიკეთე, რაც ბიოდიზელს ახლავს, განაპირობებს სწორედ იმას, რომ მასზე მოთხოვნილებაც იზრდება, სანდოობის დონეც იზრდება მისი და კომპანიაც აღმავლობის გზაზეა შესაბამისად. რამდენად ჩართულია პროცესში ადგილობრივი ბიზნესი, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ვისაც პირდაპირ ეხება ეს საინტერესო და ახსენეთ მოთხოვნა და ასევე მოთხოვნის ნაწილზე მინდა გკითხოთ, ძირითადად რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე თუ გაქვთ ექსპორტს? ბიოდიზელზე საერთოდ მთელ მსოფლიოში უკვე ისეთი მოთხოვნაა, რომ საწარმოს გაიხსნა ჩვენს კომპანიას გაიხსნა იმის შესაძლებლობა, რომ როგორც ადგილობრივ ბაზარზე მოახდინოს რეალიზაცია, ისე საერთაშორისო ბაზარზეც კი გავიდეს. რაც შეეხება თვითონ ნედლეულს და ნედლეულის მოპოვებას, აი ეს იყო სწორედ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მეორადი მოხმარებული ზეთი ეს არის ნარჩენი. დიახ. ხოლო ბიოდიზელის წარმოება ამ თვალსაზრისით არის ძალიან კარგი კლასიკური მაგალითი ცირკულარული ეკონომიკისა
როდესაც ნარჩენი გარდაიქმნება მაღალხარისხოვან პროდუქტად. ჩვენმა კომპანიამ დიდი მუშაობა წაატარა საიმუსოდ, რომ აი საქართველოს წარმოგიდგენთ ათეულობით ტონა მეორადი მოხმარებული ზეთი გროვდებოდა, რომელიც თქვა წამლავდა გარემოს ან არამიზნობრივად გამოიყენებოდა. მაშინ როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მეორადი მოხმარებული ზეთი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს. და ყველა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით აღსავსე კომპანია, რომლის ნარჩენიც არის მეორადი მოხმარებული ზეთი, როგორც წესი, ბიოდიზელის მწარმოებელ კომპანიას აწვდის ამ თავის მეორად მოხმარებულ ზეთს, საიდანაც ეს კომპანია აწარმოებს განახლებად ეკომეგობრულ საწვავს და ყველა მოგებაში რჩება win-win situation. ანუ ეს არის სწორედ ის ყველაზე დახვეწილი უკვე აპრობირებული ციკლი მოწინავე ქვეყნებში, რომ მეორადი მოხმარებული ზეთი უნდა და ეს ტენდენცია არის ჩვენს ქვეყანაში, ანუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საკითხს, ან ნედლეულის მოწოდების პრობლემა არ არის? ნედლეულის მოწოდების პრობლემა ნელ-ნელა დარეგულირდა. თავიდან რა თქმა უნდა იყო, იმიტომ რომ იყო ასე თქვი შავი ბაზარი იყო გარკვეულწილად მრავალი წლის წინ, როდესაც მეორადი მოხმარებული ზეთი არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ვთქვათ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ფერმერი ამ მეორადი მოხმარებული ზეთით საკუთარ ცხოველებსა და ფრინველებს კვებავდა, ხოლო მეორადი მოხმარებული ზეთი შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ის კვლავ ადამიანის კვებით ჯაჭვში ხდებოდა. აი ეს მავნე პრაქტიკა ჩვენმა კომპანიამ მთლიანად აღმოფხვრა. ერთი ბენეფიტი და მეორე ბენეფიტი კი ის არის, რომ დავიწყეთ აქედან ეკომეგობრული საწვავის წარმოება. კი ბატონო, და მინდა გკითხოთ ფასზე, რამდენად კონკურენტულია ბიოდიზელის ფასი ტრადიციულ საწვავთან მიმართებაში საინტერესო. იცით, გააჩნია რომელ ქვეყანას და როგორ. მოდით ადგილობრივ ბაზარზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. ადგილობრივ ბაზარზე ოდნავ მეტი არის ბიოდიზელის ფასი, ვიდრე არსებულ ბაზარზე არსებული დიზელზე ფასები, იმიტომ რომ ბიოდიზელი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის მაღალხარისხოვანი საწვავი. თუნდაც რამოდენიმე ციფრი რომ დაგესახელოთ, თქვა ცეტანის რიცხვი ბიოდიზელს აქვს გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივ ჩვენს ბაზარზე არსებულ დიზელის საწვავს 54-55 აღწევს, გაპოხვის კოეფიციენტი გაცილებით უფრო მაღალი აქვს, რაც თავარია და მე რაც ყველაზე უფრო მახარებს ის არის, რომ ეს არის ეკომეგობრული. გოგირდის შემცველობა საერთოდ ნულის ტოლია, იმიტომ ეს არის მცენარეულ ბაზაზე დამყარებული საწვავი. და გარდა ამის არის ეგრეთ წოდებული კარბონ ნეიტრალური. ანუ დღეს მოგეხსენებათ რამხელა პრობლემა არის ქვეყნისთვის რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების თვალსაზრისით, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1 ტონა ჩვეულებრივი დიზელის საწვავის გამოყენებით ატმოსფეროს ემატება დაახლოებით 2,5 ტონა ნახშირორჟანგი წარმოგიდგენიათ, ხოლო ბიოდიზელი, რადგან ეს ეკომეგობრული და კარბონ ნეიტრალურია, აი 1 ტონა ბიოდიზელის გამოყენება, ანუ ჩანაცვლება ჩვეულებრივი მინერალური დიზელისა დაზოგავს 2,5 ტონა ნახშირორჟანგის ემისიას. ეს არის ძალიან დიდი ბენეფიტი ქვეყნას საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისათვის. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელთ მოაწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებას, არის კიდევ უამრავი სხვა ვალდებულებები და ჩვენი კომპანია არა მარტო ახალ პროდუქტს აწარმოებს, არა მარტო ახალ სამუშაო ადგილებს ვქმნით, არა მარტო ნარჩენებს გადავამუშავებთ და ძალიან მაღალხარისხოვან პროდუქტს ვაწარმოებთ, არამედ ქვეყანასაც ვეხმარებთ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში. კი ბატონო, და აი მთელი ამ სიკეთეების კვალდაკვალ მინდა გამოწვევებზეც გკითხოთ, ძირითადად რა სირთულეებს აწყდებით ხოლმე, როგორც წარმოების პროცესში ერთ-ერთ მხრივ საინტერესოა, ასევე მეორე მხრივ ცნობიერების ნაწილში, რადგან მაინც მეტნაკლებად უნდა ითქვას, რომ ეს არის ახალი მიმართულება და სიახლე საზოგადოებისთვის, თუნდაც ბიზნეს სექტორისთვის. თქვენც ახსენეთ, რომ თავიდან იყო პრობლემა მეორადი შავი ბაზრები, ახლა ნელ-ნელა რეგულირდება ეს ყველაფერი და სახელმწიფოს მხარდაჭერაზე მინდა გკითხოთ, რამდენად გრძნობთ ამას და რა საჭიროებას ხედავთ დამატებით? გასაგებია. იცით რა, ყოველი ახალი პროდუქტის, ყოველი ახალი წარმოების დაწყება აღმოჩნდა გაცილებით უფრო ძნელი, ვიდრე ჩვენ მოველოდით. უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა ამ კომპანიას, ზოგი ტექნოლოგიური ხასიათის, ზოგი რეგულაციების ხასიათის, მაგრამ
მას შემდეგ რაც ეს ყამირი გავჭერით, მას შემდეგ რაც უკვე პირველი ნაბიჯები გადავდგით, დავიწყეთ უკვე წარმოება და ყველამ ნათლად დაინახა საზოგადოებამ, საბოლოო მომხმარებელმა, ვინც ბიოდიზელს საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებში იყენებდა. დაინახა სახელმწიფომ თუ რამდენი სიკეთე შეიძლება მოუტანოს აი ამ ერთმა კომპანიამ, როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს და საერთოდ ქვეყანას. მათ უკვე მხარი დაგვიჭირეს და იცით რა პარალელურად აი ერთობლივად მოქმედებდით ჩვენ იმ მიმართულებით რომ დარეგულირებულიყო იგივე მოწოდების პრობლემები შეიქმნა ახალი დადგენილებები რომელიც მეტნაკლებად არეგულირებდა უკვე ამ მოწოდების ბაზარს და ეს მეორადი მოხმარებული ზეთი რომელიც პირდაპირ გეტყვით რადგან ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ალტერნატიულ და განახლებადი საწვავს უკვე სტრატეგიული მნიშვნელობაც კი შეეძინა ქვეყნისთვის. ამიტომ აი სტრატეგიული ნედლეული უკვე სახელმწიფოსთან ერთობლივი თანამშრომლობით უნდა მიეწოდოს მხოლოდ და მხოლოდ ბიოდიზელის წარმოებულ ქარხნებს. სწორედ ისევე როგორც ეს მოწინავე ქვეყნებშია. თანდათან მივდივართ ჩვენ აქეთკენ, თანდათან სახელმწიფოსთან კოოპერირებით და საზოგადოებასთან მუშაობით გადაილახა ის ბარიერები რაც იყო და დღეს უკვე საწარმოომ ჩვენმა კომპანიამ ძალიან მიაღწია უკვე ისეთ დონეს, რომ აი ძველი საწარმო უკვე ვეღარც კი ახერხებს იმ ოდენობის წარმოებას, რაც ჩვენ გვსურს და უკვე გეგმაში გვაქვს ახალი, უფრო დიდი საწარმო. დიახ, ბატონო კახა, სწორედ ამ ნაწილში ახლა ჩაგეკითხებით კონკურენცია. ბაზარზე კონკურენცია რამდენად არსებობს? თქვენ ხართ მხოლოდ ერთი თუ არის კიდევ საწარმოები, რომლებიც ბიოდიზელს აწარმოებენ და საინვესტიციო გარემო როგორია? რამდენ კაპიტალტევადი მიმართულება არის ეს? ჯერჯერობით ბიოდიზელი ჯორჯია ჰოლდინგი, ჩვენი ჰოლდინგი არის ერთადერთი საწარმო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ჩვენ პიონერები ვართ ამ მიმართულებით. პირველად სწორედ ჩვენ შევქმნით ეს ალტერნატიული და განახლებადი საწვავის წარმოება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. საერთოდ ეს ტექნოლოგია და იდეა შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიტანეთ ჩემი ყოფნისა და იქ მუშაობის დროს და შემდეგ უკვე წარმატებით გამოვითარეთ საქართველოში. და ჯერჯერობით პიონერები ვართ. ამიტომ კონკურენციას აი თქვენ შეკითხვის საპასუხოდ ჯერჯერობით ვერ გძნობთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მივესალმებთ, გაჩნდნენ კონკურენტები და სხვამაც დაიწყოს ალტერნატიული საწვავის წარმოება. ეს იმხელა სეგმენტია, ესეთი დიდი სფეროა, რომ პირდაპირ გეტყვით, მხოლოდ ბიოდიზელი ჯორჯია ალბათ ვერც კი დაფარავს ამას. მაგრამ ჩვენ პიონერები ვართ, ყინულმჭრელები ვართ და თვალნათლი უჩვენეთ ყველას, რომ საქართველოს მართლაც შეუძლია საკუთარი ალტერნატიული ეკომეგობრული მაღალხარისხოვანი საწვავის წარმოება არჩენებისაგან. და მიდიხართ წინ ფიქრობთ უკვე ახალ საწარმოზე მოთხოვნიდან გამომდინარე როგორც აღნიშნეთ. დიახ, უკვე მიაღწია ასე ვთქვათ საწარმოო ლიმიტს არსებობმა საწარმომ და უკვე ვფიქრობთ ახალ მოდერნიზებულ, უფრო დიდი შესაძლებლობის მქონე საწარმოზე და არა მარტო ამ მიმართულებით ჩვენი ჰოლდინგი უკვე იმასაც კი ფიქრობს, რომ რადგან ბიოდიზელმა გაამართლა და ასე წარმატებით ვითარდება, არის ტექნოლოგიები, რომ ბიობენზინიც კი შეიქმნას ბიონარჩენებისაგან. გასაგები, ესეც ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ახალი საუბრის თემაა და რა თქმა უნდა სიახლეების კვალდაკვალ ჩვენ დაგელოდებით ჩვენთან სტუდიაში. ბიოდიზელ ჯორჯიას სამეცნიერო კონსულტანტი კახა ქარჩხაძე იყო დილიდან ჩვენი სტუმარი და ჩვენ საუბრობდით განახლებად და ეკომეგობრულ საწვავზე, რაც არის მომავალი ალბათ გლობალურად მსოფლიოში და ამის ღირსეული ნაწილი ვართ ჩვენც. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და სასიამოვნო უქმეებს თქვენ და ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა. ერთი სამწუხარო ამბავი უნდა გაუწყოთ ძვირფასო მეგობრებო. ჩვენგან წავიდა ღვაწლმოსილი, ძალიან დიდი კაცი. ადამიანი, რომელიც იყო ცნობილი კინო პროდიუსერი, კინოკრიტიკოსი, კინომცოდნე,